გზა, რომლის მანქანით გავლაც ძალიან მიყვარს სამეგრელო სვანეთის გზა. ყოველ ჯერზე ახალი თავგადასავლისთვის რომ გამზადებს. გზაში ბუნება ნელ-ნელა რომ იცვლება, როგორც ახლა ეკრანზე რომ უყურებ, საგანგებო ჩერჩეული კადრების მონაცვლეობით. გზავრობის ხანგრძლივობა ყოველ ჯერზე მცირდება და დახლად სულ უფრო ნაკლებად იგრძნობა და რაც უფრო ახლოვდება საღამო, მით უფრო მისტიური ხდება აქაურობა, განწყობით და მოლოდინით. გამარჯობა, მოგესალმებით. ხოჩაშუკუ ხარჩის, ერვა ანღრიშვანთე, შვიდბაული, ნაკხოჩამდოლარი. თბილი მისალმების შემდეგ თუკი სვანეთში ყოფნისას ადგილობრივ შეეკითხებით, რატომ მესტია, პასუხს მარტივად დაგიბრუნებს. ზუსტად ასე, როგორც სოფელი ეცერიდან ელისო აფრასიძე. ღიაცის ქვეშ რო იქნება მუზეუმი, ისეა ჩვენი სვანეთი. მოდითგანვე გამოვირჩევით ჩვენ სვანების სტუმართმოყვარეობით და ახლაც არ კარგავთ იმ ტრადიციებს. ძველ ჩვენი მამა პაპურიდან მოყოლებული და ძალიან გვიყვარს, ძალიან გვიხარია სტუმრების მოსვლა. თვითონაც აღნიშნავენ ეს უცხოელები, რომ ასე ვილადო ვერსად. გავიდა, მაგრამ ტრადიციები დარჩა და ყოველდღიურ ცხოვრებაში შეზავდა. როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი ტურისტებისთვის ამ კუთხის ბუნებრივი ლანდშაფტი, არქიტექტურა, ფოლკლორი, კულინარია თუ დიალექტი განსაკუთრებით მისტიკურია. აქ გაზიარებული შთაბეჭდილებები მაფიქრებს, რომ ყოველი ფეხის ნაბიჯზე ხვდებიან ისტორიას, რომელიც აქაურია, ავთენტურია და მხოლოდ მესტიამ რომ იცის. ზამთარი სვანური ტრადიციების გამოღვიძების პერიოდია და ყოველთვის ყურადღების ეპიცენტრში ექცევა. ინტერესის ობიექტი ხდება და მსოფლიო მასშტაბით მის გარშემო მთის მოყვარულ ხალხს იზიდავს. გამორჩეული კურორტია, თავისი პირველ რიგში ხალხით აღნიშნავდი, რომ ხალხის გამო მიყვარს და შემდეგ აი ეს ყველაფერი, რაც გარშემო ეხა უყურებთ ჩვენ 360 გრადუსით ამ სილამაზეს. როდესაც ესეთი ღონისძიებები ტარდება, როგორიც არის freeride world tour-ი, ქმნის უფრო მიზიდულობის ადგილს. რატომ მესტია? საინტერესო კითხვა არის, იმიტომ რომ მრავალფეროვანი გართობა. შეგიძლია ჩამოხვიდე მეგობრებთან ერთად, ის რეალო გაერთოთ. ან ამასობაში თან ტარდება freeride-ი, რომლის ყურებაც არის თვალმომწვევი. ვისაც გული თოვლიანი მთებისკენ მიუწევდა, თეთნულზე ავიდა, რომელსაც მთის ხალხი დედოფალს ეძახის. მესტიის ყველა წერტილიდან რომ ჩანს და ხელის გულზე რომ გეშლება უშბის შხარას. იქვე ლაჰილიას ტვიბერის მყინვარი და მულახის ხეობა. მესტიის სტუმრების სეზონის ყველაზე ამაღელვებელი და ექსტრემალური სპორტული სანახაობისთვის შეიკრიბნენ. ფრირაიდის მსოფლიო ტურის კვირეულს მასპინძლობს. მთის ტრასების სააგენტოს ორგანიზებით უკვე მეორედ მსოფლიო სპორტულ რუკაზე მესტია სიამაყით ინიშნება. 6 წამყვან ქვეყანას შორის, რომელიც ფრირაიდს ჩაატარებს და კიდევ ერთხელ გაწევრიანდება უზარმაზარ ოჯახში, რომელსაც ფრირაიდ community, ანუ ერთობა ჰქვია. თეთნულდი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია საქართველოში, სადაც გაუკვალავ თოვლში სრიალია შესაძლებელი. თუმცა მანამ სანამ მწვერვალამდე ახვალთ, ისტორია გრძელია და სულაც არ იწყება მთისძირში. რაიდერების ექსტრემალურ სანახაობამდე უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე მთის ტრასების სააგენტოს დიდი გუნდის უზარმაზარი შრომაა ჩადებული. საშეჯიბრო არეალის უსაფრთხოების ნორმებისა და სტანდარტების შემოწმებაზე დიდ გუნდთან ერთად მუშაობს ნიკო ფალიანიც. ახლა ნალექის შემდეგ საზვავე რისკების მინიმუმამდე დაყვანა მათი მთავარი ამოცანა. ყოველ კვირეულად სანამ შეჯიბრის თარიღი დადგება, ვამოწმებ თოვლის კონდიციას ყოველი ნალექის შემდეგ, ან ყოველი ძალიან მომატებული ტემპერატურის ან დაკლებული ტემპერატურის შემდეგ, რომ შევისწავლოთ თუ რა ხდება ფენებში და როგორ მიმდინარეობს იქ ფენების შეკავშირება, ან რამე საფრთხე თუ იქმნება. უნდა გავიცნოთ ჯაბას ხვედიანიც, FIS-ის საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებების გამოცდილი მონაწილე, Wild Card-ის მფლობელი. მისი დებიუტი Georgia Pro 2024-ზე წარმატებით შედგა. ახლა ტოპ ათლეტებთან ერთად ვუქომაგებთ ქართველ რაიდერს, რომელსაც საუკეთესო შანსი აქვს მესტიის მთების ცოდნა და ფრირაიდის გამოცდილება დასამახსოვრებელ შედეგად აქციოს.
შეჯიბრებების დროს ვიცი რომ უბრალოდ უნდა ვისიამოვნებ, მე თუ ვისიამოვნებ, ყველა ვინც აკვალობს უყურებს ვისიამოვნებ. გულს მითხარებს აი ამ თებში და აი ამ თოლში სრიალი. ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, რატომ ვაქებთ ასე ფრირაიდს? პასუხი მარტივია. როდესაც ფრირაიდის ტოპ ათლეტებს გაიცნობთ, რომლებიც კიდევ ერთხელ გამოცდიან საკუთარ შესაძლებლობებს კავკასიონის შთამბეჭდა ღუნთებში. ფრირაიდს ყოველთვის თან ახლავს რისკები. ალბათ ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც მიყვარს რთულ რელიეფზე დაშვება. მესტია მაგიური ადგილია, ფერდობები უნიკალურია, თოვლი იდეალური და ხალხი სტუმართმოყვარე. აქ არის სასრიალო ტრასები და არაჩვეულებრივი ხალხი, თავისი სტუმართმასპინძლობით. მიხარია რომ ტოპ რაიდერებთან ერთად მონაწილეობ. ვინც მესტიაში ფრირაიდის კვირაულს შეუერთდა, ფესტივალ გიზ-გიზსაც დაესწრო. ამეჩული ხოშა განწყობა, ამინდარლიხი, ნამეჩუ ხარით მე, ჩვანხა ჩვენთი. სეტის მოედანზე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ამჯერადაც საფესტივალო სოფელი მოაწყო. გიზ-გიზი, სადაც სვანური გასტრონომიის გაცნობა და დაგემოვნება შეგვეძლო. ბევრი გართობით, მხიარულებით, სასიამოვნო მუსიკით, გემრიელი საკვებით, არომატული სასმელებით და საუკეთესო განწყობით. უმთავრესი, რასაც გიზ-გიზის ფესტივალზე შეხვდებოდით, ადგილობრივი ხალხია, სტუმართმოყვარე, თბილი, ყურადღებიანი და სანდო, ტრადიციული კერძებით, კუბდარი, ჭვიშტარი და ფეტვის ხაჭაპური. ერთადერთი სამართალი, რომელიც არის სვანეთში, ლეგნაჟი ლიგნე. ანუ რაც ჩემთვის მინდა, ის მინდა შენთვის. რაც ჩემთვის არ მინდა, შენთვისაც არ მინდა. მიყვარს ჩემი მთები, ბუნება, ჰაერი, ხალხთან ურთიერთობა, განსხვავებული ხალხია. აი, ერთი შეხედვით ითქოს ცივები, მაგრამ მე ძალიან კონტაქტურები და თბილი ხალხი არის. ზამთრის დაუვიწყარი ემოციებით რომ აივსები, თხილამურებს თოლს რომ გააკვალინებთ, ზურულდიდან და თეთნულდიდან რომ ჩამოსრიალდებით, ამ მთების ყურებისას საკუთარი თავი ძალიან პატარა და ძალიან თავისუფალი გეგონება. ამიტომ მე თუ მკითხავ, არასდროს უნდა გადადოს სვანეთში მოგზაურობა. მნიშვნელობა არ აქვს, მთები გიყვარს თუ არა. ეს მესტია და ყველაფერი სხვანაირია.